დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. ჩვენ ვიწყებთ გადაცემას ისე, როგორც ამას ჩვენი მაყურებელი ელოდება წლების მანძილზე. განსაკუთრებული პატივისცემით, განსაკუთრებული მოკრძალებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლების მანძილზე ჩვენს გადაცემას არაუბრალოდ უყურებს, არამედ ჩვენი გადაცემის კონცეფციის გამზიარებელია. იმ კონცეფციის, რომლის თანახმადაც ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება და იმ საზოგადოებაში, სადაც ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა. ასეთ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალი, ანუ საზოგადოება, სადაც უყვართ ადამიანი, სადაც უფრთხილდებიან ადამიანებს და რაც თავარია, ურთიერთპასუხისმგებლობა, ურთიერთმზრუნველობა შეიძლება იყოს არა უბრალოდ საზოგადოების, არამედ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, ცხოვრების ხარისხის საწინდარი. თუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მაშინ აუცილებლად ვიხსენებთ ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია მისი თითოეული წახნაგი. და ასეთ შემთხვევაში ჩამონათვალს და ნუსხას მაქსიმალურად ფართოდ წარმოვიდგენთ, არა უბრალოდ ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის ჭრილში, არამედ იმის გააზრებით, რომ ჩვენ გვჭირდება საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ გვჭირდება გავიაზროთ, ვინ ვართ ჩვენ, რაშია ჩვენი არსი, როგორია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში გავითვალისწინოთ გარემოს როლი და გარემოს უსაფრთხოება ყველა საფეხურზე. თუ კეთილდღეობას გავაიგივებთ ჯანმრთელობასთან და მის კლასიკურ განმარტებაში ასეც არის ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობაო, ასეა ჩამოყალიბებული პირველადი განმარტება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ის წახნაგი, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება, ავტომატურად განსაზღვრავს ჩვენს კეთილდღეობასაც და პირიქით კეთილდღეობა განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობად. ზუსტად ამ ფაქტორების გათვალისწინებით ადამიანის ცხოვრების ყოველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, მაგრამ ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელიც მას სიყვარულით ასაზრდოებს და უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას, მის მიმართ მხარდაჭერას. უპირველეს ყოვლისა ეს არის ოჯახი. და რა თქმა უნდა, ოჯახი, როგორც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ოჯახი, როგორც ის მიკროსოციუმი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენთან მიმართებაში, არა უბრალოდ რა ფერის თვალი ან თმა გვექნება, როგორი იქნება ჩვენი აღზრდის თავისებურება, არამედ საბოლოო ჯამში იმასაც, როგორი იქნება ჩვენი ჯანმრთელობა. და ამ ოჯახის შიგნით ურთიერთობები შეიძლება იყოს ზუსტად ის გასაღები, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის თავისებურებას ახსნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე. რამდენი სიუჟეტი გახსოვთ, რამდენი ისტორია გახსენდებათ, რომელიც ამ გადაცემაში ნახეთ, მოისმინეთ და განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე, სწორედ იმიტომ, რომ მშობლების და შვილების ურთიერთობა იყო უკიდურესად შთამბეჭდავი. განსაკუთრებით საინტერესო ეს ისტორიები თავმოყრილი არის ჩვენს რუბრიკაში, პროექტში, რომელსაც თავდაპირველად დედისდღიური ერქვა. მოგვიანებით იმდენად მნიშვნელოვანი იყო მამების, ბებიების, ბაბუების ჩართულობა, რომ რუბრიკამ სახელი შეიცვალა და დღეს იგი მშობლისდღიურით არის ცნობილი. თითოეულ თქვენგანს ძალიან კარგად ახსოვს რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიები, რომელიც ბავშვებს უკავშირდებათ. დიახ, ბავშვების თავგადასავალია. ბავშვების პრობლემებია ხშირად აღწერილი, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ტექსტების მიღმა ჩვენი მთავარი სათქმელი, რომ მშობლებისთვის არა უბრალოდ სამედიცინო დიაგნოზია სატარებელი საკუთარი შვილებისა, არამედ ყოველდღიურობა, რომლის შესახებაც ხშირად საზოგადოებამ არ იცის და სწორედ ამ ინფორმაციის გაზიარებას, ამ ინფორმაციის მოყოლას ვცდილობთ ამ ისტორიებით და სწორედ ამ რუბრიკიდან მორიგ სიუჟეტს ქრისტი შანავა გაგიზიარებთ. მე ბავშვს დიაგნოზები ყველაფერი გერმანიაში გავაგზავნე და იქ სამმა სხვადასხვა ექიმმა ნახა და ყველა მომწერა, ეტლისფერი შეარჩიეთ, ეს ბავშვი ვერ გაიგოს, ამას პერსპექტივა არ აქვს და მე მახსოვს მაშინ ძალიან გავფრასდი. და ვთქვი, რომ ჩემი შვილი გაიგოს და ბავშვი იქიდან 1 წელიწადში გაიარა.
ბაო არის 8 წლის და მისი დიაგნოზი არის ცერებრული დამბლა, რომელიც გამოხატულია ფეხების პარეზით. პრობლემა აღმოვაჩინეთ, როცა ბაო იყო 1 წლის და 2 თვის და მას შემდეგ, რაც ის გახდა წლინახევრის, ბაო არის მუდმივად ჩართული რეაბილიტაციაში. ძალიან ბევრ ამას მივაღწიეთ და მე დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ გამარჯვებული დედა და ბაო არის გამარჯვებული გოგო. ბაო დაიბადა 7 თვის, მოულოდნელად გაჩნდა დროზე ადრე, არანაირი პროგნოზი არ იყო ამისი, ორსულობა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, მე არაფერი პრობლემა არ მქონდა და ესე უცებ სამსახურიდან დავბრუნდი და ბაომ დაიწყო დაბადება. ერთი თვე იწვა რეანიმაციაში, მაგრამ გამოგვიშვეს უბრალოდ დღენაკლული და წონით პატარა ბავშვი, რომელიც თავის წონას უნდა დაწეოდა. ბავშვი იმდენად თვითონ ყველანაირად ემოციურად, მეტყველებით, გადმოცემის უნარით ვითარდებოდა, რომ ერთი ეს რომ მზად არ ვიყავი ამის მისაღებად, მეორე ის რომ მე არ ვიცოდი საერთოდ რა იყო ცერებრული დამბლა. დიაგნოზის სიმძიმე არ მქონდა სწორად აღქმული და შესაბამისად ამის მიმღებლობა მოხდა უფრო მარტივად. ესე მგონია მე, ვიდრე პირდაპირ იგებენ რაღაცას. მე უკვე როცა გავიგე რომ რასთან მქონდა საქმე, რომ მართლა აქ შეიძლება ადამიანი ეტყში დარჩეს, რამდენი პრობლემა შეიძლება ამას მოყვეს, ძალიან მარტივად მივიღე. მე ესეთი სასწაული შვილი მყავს, ხო, რომელიც ძალიან ნიჭიერია, კარგად მღერის, კარგად ხატავს, წერს, კითხულობს, სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობს და ეს ყველაფერიც რო არ შეეძლოს, ჩემი შვილია, ხო? შეიძლება ვინმე ამაზე მეტად მიყვარდეს. მე სამყარო შვილი მაჩუქა. რა ვიცი, ძალიან ბევრი დეტალია და საერთოდ ცხოვრება ძალიან საინტერესო რამ არის. ჯერ შენ როგორ ვითარდები, როცა ამას აკეთებ, რა ასაკშიც არ უნდა იყო და მე შენი შვილის განვითარებას რო უყურებ და კი ხშირად მქონია არ დაგიმალავთ უსამართლობის განცდა, რომ რატომ უნდა გადაეტანა ამდენი ბაოს, რატომ უნდა გადამეტანა ამდენიმე. ხო შეიძლება და ის საბაზისო რაც ყველას აქვს ჩვენს ვქონოდა, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა ესეთია ცხოვრება, სხვა გზა არ არის. ეგრევე მივიღე მოცემულობა, რომ ეს ესეა და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მაქსიმუმი მივიღოთ აქედან რაც შეგვიძლია და ბაო რეალისტეს მაქსიმალურად ამ პრობლემასთან ერთად, იმიტომ რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება, უბრალოდ შეიძლება მაქსიმუმის მიღწევა. ოპერაცია ბაომ გაიკეთა 5 წლინახევრის გერმანელ ექიმთან, რომელიც თბილისში ჩამოყავდათ. ძალიან საფრთხილო და სარისკო იყო, მაგრამ მე ავწონე, ბევრი ვიფიქრე, ბევრი რჩევა გავიარე და მაინც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ოპერაცია ბავშვის უნდა გაგვეკეთებინა და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. 5 წლინახევრისას მან პირველად გაიარა ოპერაციიდან 28 თუ 14 დღე იყო, არ მახსოვს, 22 ნაბიჯი გადადგა. ეს ისე მახსოვს თავისით, მარტო დამოუკიდებლად და იმის მერე კიდევ უფრო გავაძლიერეთ რეაბილიტაცია. ეხლა მართალია ყველაფერს თავისით ჯერ ვერ აკეთებს, მაგრამ აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს და თან ხასიათსაც აკაჟებს ეს დამოკიდებულება. და არის მომენტები ჩვენ ცხოვრებაში, სადაც ხვდები, რომ ან უნდა იცხოვრო მაგრად რეალისტე ბოლომდე, ან თუმცა ყველაფერზე ხელი ჩაიქნიო და ხელის ჩასაქნებად მე და ბაო არ დავბადებულ ვართ, ხო ბაო? ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, ხო და ბაო ძალიან ძლიერი გოგონაა და ბევრი ინტერესი აქვს ცხოვრებაში და მე მას ვაძლევ საშუალებას როგორც დედა, რომ ცხოვრება უყვარდეს და საერთოდ ყველას ვეუბნებით. თქვენ დაიბადეთ ბედნიერებისთვის. ბედნიერება რა არის? საკუთარი სურვილების განხორციელება, მიზნების განხორციელება და ის რომ მე მინდოდეს განვითარდე, მინდოდეს შევქმნა, მინდოდეს ყველაფერი მინდოდეს და ეს ყველაფერი გამოგივა. მთავარი არის ადამიანის ხასიათი. ადამიანის ნიჭი არ არის, ბედნიერება არის ადამიანის ხასიათი. და ერთი ფაქტი, ჩვენ სლოვაკეთში დავდივართ ხოლმე, როცა არის ამის საშუალება რეაბილიტაციის ცენტრში, დაახლოებით 100 ბავშვს ვუყურებ ხოლმე ერთდროულად, იმიტომ რომ ყველა ერთად სადილობს ერთ წრეში და იცით იქ როგორ მშობლებს ხედა? მამა, რომელიც 20 წლის ბიჭს აჭმევს, რომელიც ვერასოდეს თავისით ვერ შეჭამს და ამ ადამიანების თვალებში ერთხელ თუ ჩაიხედავ, ჩვენ მიხვდები, რომ ცხოვრება ისე მარტივი არ არის, მაგრამ ეს ადამიანები ცხოვრობენ და არ ნებდებიან. რა ვქნათ, ეხა ხან ისეა, ხან ასეა, ზოგს ფეხის პრობლემა აქვს, ზოგი ვერ მეტყველებს, ზოგს ყველაფერი აქვს და მაინც ბედნიერი არ არის, ესეც პრობლემაა და საერთოდ ცუდია სხვას შევადაროთ, მაგრამ კარგია ერთი მხრივ სხვას შეედარო შენზე სუსს, შენზე გაჭირვებულს, რომ მიხვდე, რომ შენ ყველაფერი წინ გაქვს და არასოდეს არ დანებდე. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე რა არის სიცოცხლე და რა არის სიცოცხლის მახასიათებელი.
და საუბრობთ კვებაზე ყოველდღიურად, როგორც სიცოცხლის განუყოფელ პირობაზე. თუმცა ამავე დროს გახსენებთ ხოლმე, რომ სიცოცხლისთვის დამახასიათებელია კვება, სუნთქვა, გადაადგილება, ზრდა გამრავლება, განვითარება, დაბერება და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ამ ჩამონათვალს კიდევ ერთხელ გადავავლებთ, თვალს აუცილებლად შევნიშნავთ, რომ ყოველთვის სიცოცხლეზე საუბრისას ჩვენ საუბრობთ გამრავლებაზე. ადამიანისთვის გამრავლებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, მე არ ვისაუბრებ მის ბიოლოგიურ ამოცანებს. და როდესაც ადამიანის ცხოვრებას შევხედავთ, მის ამოცანებს, მის ცხოვრებისეულ ფაქტორებს, მდგომარეობებს, რომელიც მას აბედნიერებს, აზრს ძენს მის არსებობას, რა თქმა უნდა, გამრავლება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ მას შემდეგ, რაც სამეცნიერო მტკიცებულებები კიდევ უფრო მეტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რა უწყობს ხელს ადამიანის გამრავლებას, ან პირიქით, რამ შეიძლება შეაფერხოს ის, რამ შეიძლება შექმნას უნაყოფობის პრობლემები, მეცნიერებამ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებისათვის ცნობადობის თარიღები შეეთავაზებინა. დიახ, არსებობს უნაყოფობასთან დაკავშირებული ცნობადობის თარიღები და ივნისი მთლიანად გამოცხადებულია საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უნაყოფობის ცნობადობის თვე. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამის ხაზგასმა? იმიტომ რომ საზოგადოებას უთხრან პროფესიონალებმა, რომ დიახ, კაცობრიობის გარკვეულ ნაწილს, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეს პრობლემა აქვს და ამ პრობლემაზე ფიქრი, მსჯელობა აუცილებელია და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიებაც აუცილებელია. ისევე როგორც წმინდა სოციალური თვალსაზრისით, წმინდა ემოციური, მორალური თვალსაზრისით, ძალიან ხშირად სჭირდებათ ადამიანებს უნაყოფობის პრობლემებთან შერკინებისას სჭირდება ცხობის მხარდაჭერა და აი აქ განსაკუთრებულია ჩვენი ადამიანური რესურსი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა უნაყოფობას არ ეძღვნება. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არის შესაძლებლობა შეგახსენოთ, რომ დიახ, უნაყოფობის პრობლემა არსებობს და ცნობადობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ხაზი გავუცვათ, რამდენად ვუთმობთ ჩვენ ადგილს ჩვენს გადაცემაში სამედიცინო მოვლენების კალენდარს, თუმცა გესაუბროთ ისეთ თემაზე, რომელიც თითქოს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობას აღწერს. დღეს ჩვენ მრავალშვილიანობასა და მრავალნაყოფიანობაზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ამ თემაზე რამდენიმე წამში ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან ერთად. მე უკვე გითხარით, რომ დღეს ჩვენ მრავალნაყოფიანობასა და მრავალშვილიანობაზე ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც კარგად იცნობთ. იგი გახლავთ მეან გინეკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ნოდარ ზალდასტანიშვილი. დილამშვიდობისა ბატონო ზალდა. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა პრაქტიკულად უნიკალური თემა წამოვწიოთ ახლა ჩვენ წინ ნაპლანზე და რაც თავარია საზოგადოებას ვესაუბროთ ისეთ მდგომარეობებზე, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებო და გარკვეულწილად სასიხარულოც არის. მრავალი შვილი, მრავალი ნაყოფი, რა არის იმაზე მნიშვნელოვანი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ და ისეთი დემოგრაფიული სირთულეების მქონე ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ. თუმცა ჩვენ სამედიცინო ჭრილში უნდა ვისაუბროთ და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს თავსართი აქვს მრავალ, ეს არის სრულიად განსხვავებული მდგომარეობა, როდესაც ქალმა ბევრი შვილი გააჩინა და როდესაც ქალმა ერთი მშობიარობით მრავალი შვილი ერთდროულად გააჩინა. აქ გასათვალისწინებელია ალბათ რა უნდა იცოდეს თავად ქალმა და რა უნდა იცოდეს ოჯახმა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. რაც შეეხება მრავალნაყოფიანობას და მრავალშვილიანობას, ხო? პირველი შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო საკითხი, ეს საკმაოდ საინტერესო თემა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დემოგრაფიული თვალსაზრისით და ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, დღესდღეობით ეს საკმაოდ აქტუალურია. რაც შეეხება მრავალნაყოფიანობას და მართლა ორივე მრავალზე იწყება, აბსოლუტურად განსხვავებული კლინიკური მდგომარეობებია და იმ დიდ სიხარულს, რაც ოჯახს
ამ წყვილს და საერთოდ მათ ოჯახს ელოდება. ახლავს საკმაოდ ბევრი ისეთი გამოწვევა და ისეთი პრობლემა, რომელიც სასურველია წყვილმა კარგად იცოდეს. ამ შემთხვევაში ამ ინფორმირებულობას და ვთქვათ, ამ პრობლემის გარკვეულ დონეზე, თუნდაც ისეთ არა ღრმა სამედიცინო კუთხით, არამედ რაღაც ისეთ პოპულარულ დონეზე ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალნაყოფიანი ორსულობა თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ აქ შეიძლება იყოს ორი ნაყოფიც, რასაც ტყუპნაყოფს ვეძახით, ასევე შეიძლება სამნაყოფიანი, ოთხნაყოფიანი და იშვიათად უფრო მეტნაყოფიანი. რაც მეტია ნაყოფი, მით მეტია გართულების რისკი. თუმცა ჩვენ ამას ისე არ უნდა შევხედოთ რაღაცა შიშით და პრობლემით. როცა მზათავართ პრობლემა და ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად ქმედებებიც ადეკვატური იქნება, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე ვთქვათ პაციენტის მხრიდან იმ რეკომენდაციების შესრულების მხრიდან, რაც პაციენტს ევალება. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ტყუპი ნაყოფი, მრავალნაყოფიანობას არსებობს ტყუპი ნაყოფი, ხო მათთვის ყველაფერი. ტყუპნაყოფში სამედიცინო თვალსაზრისით იმალება ძალიან ბევრი კიდე თავისებურება რა, იმიტომ რომ არის ვთქვათ ერთი კვერცხუჯედიდან განვითარებული ტყუპი, არის ორ კვერცხუჯედიანი, როგორც მონოზიგოტური და დიზიგოტური ტყუპები, ხო? არის ტყუპი, რომელიც იკვებება ერთი პლაცენტით, არის ორ პლაცენტ დიქორიონალურად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ყველას მოუწოდებ. ძალიან დიდი განსხვავებები და სპეციფიკაა ორსულობის მართვასთან მიმართებაში და არის გარკვეული განსხვავებები. დიქორიონალური ტყუპისა და მონოქორიონალური ტყუპის მართვის თავისებურებებია. შესაბამისად, რისკებიც განსხვავებულია, ხო? ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ყველას მოუწოდო, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით, სადღაც 13 კვირის ვადაზე მოხდეს ტყუპი ნაყოფის იდენტიფიცირება, როგორც ნაყოფების ემბრიონის და ნაყოფის რაოდენობის განსაზღვრა, ასევე იმ ტიპის განსაზღვრა, რა ტიპის ტყუპთან გვაქვს საქმე. იმიტომ სწორედ აქედან იწყება ის მართვის თავისებურებები, თუ როგორ უნდა ვმართოთ ტყუპი. არის ვთქვათ მონოქორიონალური ერთი პლაცენტიდან რომ იკვებება ნაყოფი, არის დიქორიონალური ტყუპი. მონოქორიონალურს აქვს კიდე თავი, შეიძლება იყოს მონოქორიონალური და ცალ-ცალკე საკანში იყოს ტყუპები. ეს შედარებით უკეთესი ვარიანტია, როცა ცალკე ოთახებში იზრდება. ნაკლებ კონკურენტული ცალკე სანაყოფე პარკებში. გართულება შესაბამისად შედარებით ნაკლევია. მონოამნიონალური ტყუპი, ერთისყალობით, ყველაზე დაბალ პროცენტშია ტყუპებში, 1%-შია დაახლოებით და სწორედ ეს ტყუპის ეს სახეობა არის შეწყმული შედარებით მეტ გართულებასთან და 32 კვირის იქით როგორც წესი ეს ორსულობა ვეღარ გრძელდება და ისიც ხაზგასასმელია და მხოლოდ საკეისრო კვეთით სრულდება ესეთი ტიპის ტყუპით ორსულობა, ხო? იმიტომ რომ ისინი ერთ საკანში არიან, იქ ბევრი გართულებაა. ფაქტობრივად შეიძლება ესე ითქვას, რომ კონფლიქტის მეტი არსებობისათვის ბრძოლამიდის დედმამიშვილებში შეიძლება ჭიპლარის გადახლართვა წავიდეს. ეგრეთ წოდებული სიამის თუ შერწყმული ტყუპები, ხო, ურთულესი პათოლოგია და ღმერთსალოდ უიშვიათესი, მაგრამ სწორედ მონოამნიონალური ტყუპების შემთხვევაში. ასევე მთელი რიგი, ვთქვათ, მონოქორიონალური ტყუპების შემთხვევაში, თუ 16 კვირის მერე 2-3 კვირაში ერთხელ გჭირდება მონიტორინგი ორსულობის. დიქორიონალური შემთხვევაში 4-6 კვირაც საკმარისია, იმიტომ იქ შედარებით ნაკლები გართულების თავთავიანთი კაბინეტებია. კაბინეტები აქვს და თუმცა იქაც არის გარკვეული. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ რასაკვირველია იმ დიდ სიხარულთან ერთად კიდევ ერთხელ გაუსვა ხას, ეს ყურადღების მაქსიმალური მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში საკმაოდ მოიმატა მრავალნაყოფიანმა ორსულობამ. ორი ფაქტორი გამოიყოფა ძირითადად ამის მიზეზი თუ საფუძველი არის ორი რამ. ერთი, რომ უფრო შედარებით ხანდაზმული, ხანდაზმულ
ასაკში ხდება ხშირად. უფროს ასაკში, დიახ. ორსულობის დაგეგმა დღევანდელ დღეს და ძალიან გახშირდა დამხმარე ტექნოლოგიები რეპროდუქტიული. ორივე ეს ფაქტორი განაპირობებს ტყუპით ორსულობის, აი რაც უფრო მეტია ქალბატონის ასაკი ორსულის, მით უფრო მეტია შანსი, რომ ის ბუნებრივად ტყუპით დარჩეს ორსულად. და ასევე ტყუპით, აი მაგალითად მთელ რიგ ქვეყნებში დაახლოებით 80%-ით გაიზარდა ბოლო 20 წლეულის მანძილზე ტყუპით ორსულობის, აი ძველად თუ თქვათ 20 იყო 1000 მშობიარობაზე ტყუპი. დღეს არის ქვეყნები, სადაც არის დაახლოებით 100,000 მშობიარობაზე. ეს ყველაფერი აი ამ შესაბამისად ამ გამოწვევებსაც საკმაოდ ისე მზად უნდა დავხვდეთ რა. და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღევანდელი ჩვენი საუბარი ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან აქტუალურ საკითხზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა თქვენ ბრძანეთ, როდესაც ავტონომიურობის მოპოვების მცდელობა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ეწყებათ ბავშვებს. მოდით მრავალშვილიანობას შევეხოთ და ვთქვათ, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიან დედას არ აქვს პრობლემები. მრავალშვილიან დედას არ აქვს სირთულეები. ერთხელ ხომ გააჩინა, მისთვის აღარ არის რთული მეორე, მესამე, მეოთხე შვილის გაჩენა და რომ თითქოს ნაკლებად საყურადღებოა ასეთ შემთხვევაში ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. ეს მართალია, ეს სწორია, ეს რეალობა შესაბამება. მე პასუხი ვიცი ბატონო, მაგრამ თქვენ უნდა უთხრათ ახლა საზოგადოებას. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას და შეხედულებას. რასაკვირველია თითეული შემდგომი ორსულობა და მშობიარობა არის შემდეგი სიხარულის და მატების მოლოდინი, როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებას როგორ გჭირდება ეს დემოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ საერთოდ გამოყოფენ ესეთ მრავალშვილიანობაშიც, აი საქართველოში ესე ტერმინოლოგია არ არის, მაგრამ აი ინგლისურად აქვს ტერმინები, რომელიც გამოყოფს მრავალშვილიანობას. აი 5 მშობიარობამდე სხვანაირად აი ითქმის და 5-დან 10-მდე კიდე სხვა, ანუ კიდე რისკები ჩაყოფილია და უფრო ესეთ განსაზღვრულია. მრავალშვილიანობასაც რასაკვირველია და მოდი სამეცნიერო თვალსაზრისით მრავალშვილიანობამდე არის მრავალ ნამშობიარები ქალბატონი, ხო? მრავალჯერადად ნამშობიარები. ჯერ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალჯერადად ყოველ მშობიარობაზე ასაკიც იმატებს, ხო? და გარკვეული, ვთქვათ, 35 წლის ასაკის ზემოთ რისკები, თუნდაც სომატური და ვთქვათ ექსტრაგენიტალური უფრო მეტია, ვთქვათ. ანუ სხვა სისტემებთან და ორგანოებთან დაკავშირებით. და სუფთა სამიანო თვალსაზრისით რასაკვირველია, ერთი მხრივ ეს მშობიარობის პროცესი სტატისტიკურად უფრო ხანმოკლეა. უფრო ადვილად ხდება მშობიარობის აი პირველ პერიოდს, რო ეძახით საშვილოსნოს გახსნის პროცესი. როგორც წესი, უფრო ადვილად ხდება და ის, მაგრამ არის მთელი რიგი ისეთი პრობლემები ორსულობის დროს, მაგალითად პლაცენტის წიმდებარეობის ჩამოყალიბება. რაც უფრო ბევრია ორსულობა, შემდეგ ორსულობაში უფრო მაღალია რისკი პლაცენტის ანომალურ ადგილას, ანუ არასწორ ადგილას მიმაგრების. ესე ვთქვათ, პლაცენტის წიმდებარეობა, რაც საკმაოდ ისეთი რთული სამიანო პათოლოგიაა და ვთქვათ, საკეისრო კვეთით მოითხოვს ორსულობის დასრულებას. ასევე ძალიან გახშირებულია და შედარებით მაღალია რისკი სამიანო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის, რასაც მშობიარობის შემდგომი სიზდენა ქვია. იმიტომ რომ მოგახსენებათ, მრავალ ნამშობიარებ ქალბატონებში ორსულებში ეს საშვილოსნოს ტონუსი ისეთი ძლიერი აღარ არის და საშვილოსნო კარგავს ამ ტონუსს და შესაბამისად ჩეკუმშვის ხარისხი მშობიარობის შემდეგ შეიძლება ესეთი დამაკმაყოფილებელი არ იყოს, რამაც გამოიწვიოს მშობიარობის შემდგომი სიზდენა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მართვადია, როცა ადეკვატურ დაწესებულებაშია, კომპეტენტურ სამედიცინო პერსონალთან ხდება ამ ყველაფრის, მაგრამ თვითონ პერსონალი უნდა იყოს სხვანაირად მზად ამ მშობიარობისთვის. ახლა ჩვენც გავიგებთ, რომ შემოვიდა, ვთქვათ, მეშვიდე მშობიარობით თითოეულმა ექიმმა, ექთანმა, ბებიაქალმა იცის ის პრობლემა, რა პრობლემა შეიძლება შეხვდეს. ამას უკვე აღარ სჭირდება გამეორება. ანუ მზათა ვართ სიზდენისთვის, პლაცენტის, თქვათ, ნაადრევი აცლის შესაძლებლად. ყველაფრისთვის არის მზაობა. შესაბამისად, როცა მზაობა არის, პრობლემის, თქვათ, მოგვარებაც შედარებით ადვილია.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაასრულეთ აზრი. დიახ, აი ძირითადად რასაკვირველია მოუწოდებ ყველას მრავალშვილიანობისკენ, მრავალჯერმშობიარობისკენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა რასაკვირველია, მედალს ორი მხარე აქვს. სულ დადებითი არაფერი არ არის. სიხარულს ხშირად რაღაც პრობლემების გადალახვა ჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ უარი ვთქვათ, იმიტომ რომ მეშვიდე და მერვე შვილის გაჩენაზე. ღმერთმა ყველას მისცეს ამის საშუალება, თქვათ და იმ სიხარულის განცდა, რაც არის ამ მრავალშვილიანობით გამოწვეული. რას ოღონდ ამას ჭირდება ადეკვატური, როგორც ორსულობის მართვა, ისე სასურველი ორსულობებს შორის შუალედის დაცვა, რომ ორგანიზმა აღიდგინოს ის, თქვათ, რესურსი, ხო, და არ მოხდეს, თქვათ, დასუსტებულ ფონზე ორსულობის ჩამოყალიბება. და რასაკვირველია ორსულობის მონიტორინგი ყველა თვალსაჩინოდ. როდესაც თქვენ საუბრობდით მრავალნაყოფიანობაზე და შესაბამისი რისკები გამოყავით, როდესაც საუბრობდით მრავალშვილიანობაზე და შესაბამისი რისკები გამოყავით, ხაზგასმით ბრძანეთ, რომ ეს ყველაფერი ნათქვამია და გააზრებულია სწორედ ამ რისკების თავისთან ასაცილებლად. საზოგადოებასაც ამიტომ ვუყვებით ამ საკითხებზე, ამიტომ საუბრობთ. არა უარი სათქმელად მრავალნაყოფიანობაზე და მრავალშვილიანობაზე, არამედ შესაძლო რისკების გასააზრებლად, რომ სწორედ ბავშვის და ბავშვების დაბადების სიხარული იყოს თავარი და არა პრობლემები და გართულებები. თქვენ ახსენეთ მაგალითად საკეისრო კვეთის საჭიროებები მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაშიც განსაკუთრებით გააჩნია როგორი მდგომარეობა, რამდენად კონკურენტულია გარემო დედის საშოს შიგნით და მეორე მხრივ თქვენ ბრძანეთ რისკები, რომელიც თუნდაც საკეისრო კვეთის თვალსაზრისით ან ჩარევის თვალსაზრისით შეიძლება დაჭირდეს მრავალშვილიან დედას. აქ ყოველთვის იბადება ხოლმე კითხვა, რატომღაც აღიქმება ეს ინფორმაცია, რომ მრავალნაყოფიანობა ავტომატურად საკეისრო კვეთას უდრის, ან თუ მრავალშვილიანმა დედამ გაიკეთა რამდენჯერმე საკეისრო კვეთა, ეს ნიშნავს, რომ ყველა შვილი უნდა გააჩინოს, ან თუნდაც ერთხელ გაიკეთა, ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი მშობიარობა უნდა იყოს საკეისრო კვეთით. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას დამკვიდრებული წარმოდგენა? ესე იგი განმარტავ ხაზგასმით, რომ ტყუპით ორსულობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა თავისთავად არ ნიშნავს საკეისრო კვეთას. ავტომატურად. არ უდრის საკეისრო კვეთას. ეს უნდა ცალსახად ითქვას. მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს მხოლოდ და მხოლოდ სამნაყოფიანი ორსულობა დღესდღეობით გამოიყოფა, რომ ცალსახად საკეისრო კვეთით თავდება განურჩეულად მდგომარეობისა. რაც შეეხება სამნაყოფიანი და შემდგომ, თქვათ, იშვიათად ძალიან ეს ოთხნაყოფიანი, ხო? რაც შეეხება ორნაყოფიან, ანუ ტყუპით ორსულობას და მშობიარობას, აქ მთელი რიგი ფაქტორებია. თუ, თქვათ, პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა, ხო, აი თავარი არის პირველი ნაყოფი როგორ არის წინმდებარე. თუ ხელსაყრელი მდებარეობაა ნაყოფის და თავით წინმდებარე, იქ ცალსახად საკეისრო კვეთა არ განიხილება. ერთადერთი საკეისრო კვეთა განიხილება, როცა პირველი ნაყოფი ან ორივე ნაყოფი არასწორი მდებარეობით არის, განმარტავ, რომ სწორ მდებარეობად ითვლება ნაყოფის სიგრძივი მდებარეობა თავით წინმდებარეობით, თუ არასწორი მდებარეობა ან პირველი ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, ან ორივე ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, მაგ შემთხვევაში რასაკვირველია განიხილება საკეისრო კვეთა. და კიდევ ერთი მონოამნიონალურ ტყუპებში, აი როცა ერთ საკანში სხედან, აი იმ შემთხვევაშიც არის საჭირო საკეისრო კვეთა. მაგრამ ეს რაც შეეხება მრავალნაყოფიანობას, მაგრამ აი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ეს გარემოებები არის მრავალნაყოფიანი ორსულობის დაახლოებით 20-25%-ში. აი 75%, რომელიც ამ კატეგორიებში არ შედის და ამ თავისთავად ექვემდებარება ფიზიოლოგიურ, ანუ ბუნებრივი გზით მშობიარობას. მეც ადგილობრივ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს და გვაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევები იშვიათად, რომ პირველი ნაყოფი იბადება ბუნებრივი გზით, მეორე ნაყოფზე გვჭირდება საკეისრო კვეთით, ანუ ერთი ბუნებრივად დაიბადა, მეორე საკეისრო. იმ შემთხვევაში თუ მეორე ნაყოფის არასწორი მდებარეობა ჩამოყალიბდა, ვერ მოხდა მისი სწორ მდებარეობაში გადაყვანა, ამისთვის კლინიკა მზად არის ყოველთვის და მოხდება სასწრაფო საკეისრო კვეთით მეორე ნაყოფის უსაფრთხო მიღება, მაგრამ
ის შეხედულება რომ აი იცით რა უფრო უსაფრთხოა და მოდი საკეისრო გაკეთეს ყველა შემთხვევაში ნამდვილად არა ყველას მოუწოდებ რომ ნუ გაიგივებენ ტყუპით ორსულობას საკეისრო კვეთასთან. აი მრავალშვილიანობის შემთხვევაში მაგალითად მოხდა ისე რომ ოჯახი გეგმავს ბევრი შვილის ყოლას და საკეისრო კვეთის შემდეგ ქალს ავტომატურად განაჩენი აქვს რომ ყოველი შემდეგი ორსულობა დასრულდეს საკეისრო კვეთით თუ არა. ძალიან საინტერესო კითხვაა და აქტუალური. აი აქ შევეხები უბრალოდ ოდნავ თევინა გადავალ. აი სწორედ საკეისრო კვეთის შემცირების მაღალია საკეისრო კვეთის პროცენტი. არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში, ჩვენთანაც ასევე. და ბევრი ოპცია და ბევრი გზა არის ამის შემცირების, გონივრულად შემცირების, ისე რომ არ შეეხოს პრობლემა არც დედის ჯანმრთელობას და არც ნაყოფის ჯანმრთელობას, ხო? სწორედ აი პირველ მშობიარეებში უნდა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან თუ შესაძლებელია საკეისრო კვეთი. ანუ საკეისრო კვეთით არ უნდა დავიწყოთ მშობიარობები. ერთხელ გაკეთებული საკეისრო კვეთა ჩატარებული არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის აუცილებლობის ჩვენებას შემდეგ ორსულობებშიც. თუ რასაკვირველია რაღაც ბევრი კრიტერიუმი და ბევრი მოთხოვნილება იქნება დაცული, მაგალითად ორსულობებს შორის შუალედი, იქ ნაყოფის სიდიდე მეორე ორსულობას და ასე შემდეგ. თუმცა ნაწიბურის არსებობა საშვილოსნოზე რასაკვირველია რისკს წარმოადგენს შემდეგი ორსულობებისთვის. აი მრავალშვილიანობის დროს და მრავალჯერ ნამშობიარებლობის დროს რასაკვირველია თუ საერთოდ არ აქვს არც ერთ ორსულობაზე საკეისრო გაკეთებული, რასაკვირველია არავის არ ურჩევთ ტყუილად და ჩვენების გარეშე საკეისროს გაკეთებას, მაგრამ აი ესეთი აღსანიშნავია რომ თუ ორი საკეისრო არის ჩატარებული, აი პროტოკოლები არსებობს და გაიდლაინები, რომ ორი საკეისრო კვეთის პირობებში შემდეგი მშობიარობა ბუნებრივი გზით არ არის რეკომენდირებული ფაქტიურად იგზალება. შესაბამისად, მრავალშვილიანობის გარკვეულ ბარიერად შეიძლება ჩაითვალოს საკეისრო კვეთა. ანუ თუ საკეისრო კვეთა გაკეთდა პირველი, მეორე, უკვე აი მრავალშვილიანობას ცოტა საფრთხე აზარალებს. თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ ისეთი მოტივირებული ორსულებიც ყავს და მეხუთე, მეექვსე საკეისროც იშვიათ შემთხვევაში ყოფილა გაუკეთებიათ. ანუ რასაკვირველია ყოველი შემდეგი საკეისრო კვეთის ჩარევა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოდარ ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც ვფიქრობთ ძალიან აქტუალურია. მრავალნაყოფიანობა და მრავალშვილიანობა კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენ საზოგადოებას, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ თავისი სამედიცინო სარჩულით, რომლის შესახებ ცოდნა ალბათ ყველასთვის აუცილებელია. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მეან გინეკოლოგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ნოდარ ზალდასტანიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობა და შესაბამისად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დედის ჯანმრთელობასთან მიმართებაში და ნაყოფის მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასთან კავშირში. ამიტომ კვება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას აუცილებელი ინფორმაციით შევავსოთ დედის ორგანიზმიც და ნაყოფის ორგანიზმიც. ასეთ შემთხვევაში ცალკეულ საკვებ ჯგუფებზე საუბარი თითქოს ყველასათვის გასაგები და ლოგიკურია. მაგალითად, ჩვენ საუბრობთ მშენებლობის აქტიურ პროცესზე და რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ცილა იყოს ამ პროცესში აუცილებლად გამოყენებული დიდი რაოდენობით. ორსულს სჭირდება ცილა. ორსულს სჭირდება საკუთარი ორგანიზმის ცვლილებების შესაბამისად და სჭირდება ნაყოფის ორგანიზმისთვის.
ორსულს სჭირდება აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით გაუჯერებელი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სისტემატური ჩართვა კვების რაციონში აუცილებელია. ორსულს სჭირდება დიდი რაოდენობით ვიტამინები, მინერალები და მცენარეული ბოჭკო, ამისთვის მას სჭირდება ბოსტნეული, მას სჭირდება ხილი ყოველდღიურ რაციონში და მარცვლეულ-ბურღულეული, აუცილებლად მთლიანი მარცვლეულის ღირსებების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი სჭირდება დაბალანსებული კვების პრინციპით, როდესაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტია გამოყენებული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არა უბრალოდ 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქცია ლაპარაკი, არამედ წყლის და ცხიმის მოხმარების გათვალისწინებით ფიზიკური აქტივობის ჩართულობით, ისე როგორც ჰარვარდის თეფშის შემთხვევაშია. და არ უნდა დაგვავიწყდეს ის წონასწორობა, რომელიც უნდა იყოს ორსულის ორგანიზმში იმ მიკროსამყაროსთან, რომელიც ქალის ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს და ნაყოფის ჯანმრთელობასაც განსაზღვრავს, რომელსაც სახელმწიფოში ჰქვია, რომელსაც მეორე ტვინის სახელით მოვიხსენიებთ და რომელიც არის ნაწლავის შიგნით არსებული უხილავი სამყარო. ეს ყველაფერი არის ზოგადი კანონზომიერება, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ ორსული ქალის შემთხვევაში და გავითვალისწინოთ მისი ორსულობის ყველა ეტაპზე. ეს ყველაფერი ვიცით. მაგრამ როგორია დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ორსულობა არა უბრალოდ ზოგად პრინციპებს უნდა ითვალისწინებდეს, არამედ უნდა ითვალისწინებდეს ძალიან განსხვავებულ მდგომარეობებსაც, მაგალითად მრავალ ნაყოფიანობას. როდესაც მრავალ ნაყოფიანობაზე ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ უფრო გაზრდილ მოთხოვნილებაზე ორგანიზმისა, არაერთი ნაყოფის მხრიდან დაკვეთის სახით რომ იღებს დედის ორგანიზმი და თავად დედას რომ სჭირდება საკუთარი რესურსების გასაძლიერებლად. აქ რამდენიმე რთული ამოცანა ზოგად ამოცანებთან ერთად. მოდით გავიხსენოთ ზოგადი ამოცანები, რომელიც ჩემ მიერ დასახელებულ პრინციპებთან ერთად გასათვალისწინებელია. ის რომ ნაჯერი ცხიმებისგან თუ არ ვართ დარწმუნებული მის სწორ თანაფარდობაში, ქალი უნდა დავიცვათ განსაკუთრებით თუ არ არის შეხამებული უჯერ ცხიმებთან. ნაჯერ ცხიმებზე უარს კი არ ვამბობთ, არამედ ვიცავთ სწორ თანაფარდობას ნაჯერ და უჯერ ცხიმებს შორის. თანაც აქ ვითვალისწინებთ ნაჯერ ცხიმებთან ასოცირებულ რისკს, ეგრეთ წოდებული პროცესუირებული ცხიმებისა, ტრანსხიზმებისა, სადაც ნამდვილად მნიშვნელოვანი არის შეზღუდვა და კონტროლი. განსაკუთრებით მარილის მოხმარებასთან დაკავშირებით, იქ სადაც მეტი ყურადღებაა საჭირო ნატრიუმის კონტროლი, არა უბრალოდ სუფრის მარილის რაოდენობა, არამედ მოხმარებული ნატრიუმის კონტროლი. ტკბილი პროდუქტების, რომელიც ფუჭი კალორიებისა და ნულოვანი შემადგენლობით საკვები ნივთიერებების წყაროა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობ ალკოჰოლთან დაკავშირებულ სირთულეზე, რასაკვირველია, ჩვენ საუბრობთ პრაქტიკულად სასიცოცხლო რისკებზე დედისა და ნაყოფის შემთხვევაში. წყლის ადეკვატურ მოხმარებაზე და ასე შემდეგ. მოდით ამ ყველაფერს თან დავურთოთ ის თავისებურება, რომელიც მრავალ ნაყოფიან ორსულობას ახლავს. მრავალ ნაყოფიანობა სრულიად გასაგებია ყოველთვის ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშეც, რომ უფრო მეტ ფიზიკურ ცვლილებას იწვევს ქალის ორგანიზმში. მუცელი უფრო დიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ზეწოლაა შინაგან ორგანოებზე და ძალიან გამოხატულია, მკაფიოდ არის გამოხატული სხვადასხვა ცვლილება, რომელიც ქალის მადასაც კი ცვლის, იმიტომ რომ მაგალითად ზეწოლა ხდება შინაგან ორგანოებზე, მათ შორის საჭიროთმომნელებელი სისტემის ზოგიერთ ორგანოზე. ეს ზეწოლა მნიშვნელოვანია იმით, რომ თითქოს გადავსების დანაყრების შეგრძნება უძლიერდება ქალს, მადა უძლიერდება ან უქვეითდება იმ ქიმიური ნაერთების დამსახურებითაც, რომელიც სხვადასხვა პროცესების შედეგად განსხვავებული თანაფარდობით არის ორგანიზმში. გასათვალისწინებელია ყაბზობის მომატებული რისკი და ტენდენცია, რომელიც ორსულობას ისედაც ახლავს და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია. ასეთ შემთხვევაში წყლის ადეკვატურ მოხმარებას, ფიზიკურ აქტივობას, მცენარეული ბოჭკოს ჩართულობას ყოველდღიურ რაციონში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისევე როგორც პრო და პრებიოტიკების შემცველი, ფერმენტირებული პროდუქტების რძის ნაწარმის და ასე შემდეგ გამოყენებისთვის. რა არის ასევე მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ მუცელი დიდი აქვს ქალს,
გასათვალისწინებელია გაზრდილი მოთხოვნილება ენერგიაზე და გაზრდილი მოთხოვნილება ცილაზე. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალისთვისაც და ნაყოფებისთვის ამ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ ორგანიზმის მშენებლობისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ ცილა აუცილებლად გვჭირდება და ყველა ქიმიური პროცესისთვის, რომელიც დედის ორგანიზმში მიმდინარეობს, ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარეობს, აუცილებელია ცილა. ამიტომ გვჭირდება ადეკვატური შევსება და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ორსულობაში ჩვენ საშუალოდ ვარაუდობთ დაახლოებით 3000-4000 კილოკალორიამდე გაზრდილ მოთხოვნილებას ქალისა. ეს ერთი ნაყოფის შემთხვევაში შეიძლება ასეთი რიცხვები წარმოვიდგინოთ. ცილაზე მოთხოვნილება 175-200 გრამამდე გაზრდილი ყოველდღიურად. მოდით ახლა ეს ყველაფერი ვთარგმნოთ მრავალნაყოფიანი ორსულობის ენაზე და აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ნაყოფის შემთხვევაში ჩვენ უნდა დამატებით გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ექსტრა კალორიები. რას ნიშნავს ექსტრა კალორიები? ეს ნიშნავს, რომ ის რიცხვები, რაც მე უკვე დავასახელე, ძალაში რჩება და ყოველ ნაყოფზე ემატება 300-დან 500 კილოკალორიამდე, ზოგიერთ შემთხვევაში 300-400 კილოკალორია საშუალოდ. აი ეს მაჩვენებელი ცილასთან მიმართებაშიც უნდა გადაითვალოს და უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე არა მხოლოდ ენერგიის, ანუ კალორიების რაოდენობა, არა მხოლოდ ცილის რაოდენობა, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ნივთიერებების შემცველობა საკვებ პროდუქტებში, რომელთა შესახებაც ჩვენ ვამბობთ მიკრონუტრიენტები. რას ნიშნავს მიკრონუტრიენტები? ეს არის მინერალები, ეს გახლავთ ვიტამინები. მაგალითად რკინა, მაგალითად იოდი, მაგალითად კალციუმი, მაგალითად D ვიტამინი. რა თქმა უნდა, ყველა ორსულის შემთხვევაში უნდა გავაანალიზოთ ეს მონაცემები, მაგრამ მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ამ მონაცემების მკვეთრი ვარდნა არის შესაძლებელი და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რკინა, იოდი, გასათვალისწინებელია კალციუმის და D ვიტამინის ბალანსი, ცხადია ფოლიუმის მჟავაზე გაზრდილი მოთხოვნილების გათვალისწინებით და მრავალი სხვა თავისებურების გათვალისწინებით, რომელიც ზოგადად ორსულობისათვის არის დამახასიათებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება მაგალითად წონის კონტროლს. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ოპტიმალურ ნამატზე და სხვადასხვა რეკომენდაციით, სხვადასხვა ავტორის მიერ, სხვადასხვა სკოლის მიერ და სხვადასხვა გამოცდილებით არის განსაზღვრული მაგალითად ოპტიმალური ნამატი მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში. შეიძლება იყოს 16 კილოგრამიც, შეიძლება იყოს 20 კილოგრამიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ რიცხვებს მე არ დავეყრდნობოდი, იმიტომ რომ თქვენ ეს ურთიერთობაში უნდა გაარკვევთ მიან გინეკოლოგთან იმ საკონსულტაციო ურთიერთობის პროცესში, რომელიც გულისხმობს ზედამხედველობას და ცალკეულ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეფასდეს დედის წონის მატება, ნაყოფის წონის მატება. ეს არის მათი ჯანმრთელობის კონტროლისთვის აუცილებელი წინაპირობა. და კიდევ ერთი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქალის შეცვლილ ცხოვრების წესზე, მრავალნაყოფიანობა ეს არის ძილის დარღვევის მაღალი რისკი, უფრო მეტი რისკი ვიდრე ზოგადად ორსულობა. ეს არის ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის მეტი წინაპირობა და ეს შეიძლება აისახოს კვების რეჟიმზეც, ულუფაზეც, რაციონზეც, რაც რასაკვირველია გასათვალისწინებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოიდგინეთ, რა ხდება ქალის თავს, როდესაც ის ორსულად არის. პრაქტიკულად ყველაფერი იცვლება მის სხეულშიც, მის ემოციებშიც, მის მენტალობაშიც. და მოდით კიდევ უფრო შორს წავიდეთ და წარმოვიდგინოთ მრავალნაყოფიანი ქალი, რომელსაც ბევრი შვილის დედობა ერთდროულად ელოდება. რამდენად გაძლიერებული, გაასკეცებული შეიძლება იყოს ცვლილებებიც, განცდებიც, რომელიც მის თავს ხდება. და მე ვფიქრობ, ოჯახის და საზოგადოების დამოკიდებულება აქ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით აღსავსე უნდა იყოს. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაციები და შესაბამისი კვებით შუქნიშანი, ამით გემშვიდობებით და რასაკვირველია, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ და ბევრი ბავშვის დაბადების სიხარულს თითოეული ქართველის ოჯახში და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახში.